როგორც დაგპირდით, ჩვენ ყოველ დღე სტრასბურგიდან რამდენიმე დღის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე ანგარიშს გაბარებდით და შეთანხმებული ვიყავით, რომ სტრასბურგიდან საქართველოში დაბრუნებამდე გაცნობებდით რით დასრულდა საქართველოს პარლამენტის ახალი მოწვევის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ ცნობის საკითხი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მართლაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატი, უნდა დამტკიცებულიყო თუ არა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება. ბევრი ადამიანი თქვენი თვალითაც ნახეთ, პირველ რიგში კი ჩვენი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ. ეს გეგმა ჯერ საკომიტეტო მოსმენისას ჩავარდა, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების უარყოფას 306 წევრისგან შემდგარი ასამბლეის მხოლოდ 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი. შესაბამისად, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება რამდენიმე წუთის წინ საბოლოო კენჭისყრაზე დადგა და იქნა ცნობილი. თუმცა, უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1,120,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და შესაბამისად ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატი სტოლფასი იქნებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა ვიმსჯელეთ და ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან წყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს. განხილვები მიკერძოებული არის და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობამ არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. საქართველო ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის. ჩვენ თბილისიდან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას ვგრძნობდით. Could you say a few words in English? Would you stay in the assembly? Would you continue working here after this decision? We have just გამარჯობა. გამარჯობა. ძალაშია და აგერ ჩვენი ძმა და მეგობარიც ძალაში ყოფილა. დაინახე ხალხს. გამარჯობა. კი ბატონო. ვირუსი დაამარცხე? მართლაც ზამთროვანი გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის კიდევ ერთი და მძლავრი გამყარება, შანტაჟის მიუღებლობა და ჩვენ ეს ნაბიჯები, შანტაჟის მიუღებლობა და აი ეს სახელმწიფოებრივი და ღირსებით სავსე ნაბიჯები ჩვენ არაერთი გადავდგეთ. ეხლა ჯერი ევროპაზეა. იმ ევროპაზე, რომელსაც უბრალოდ ევროსტრუქტურებზე, რომელსაც მაგალითად ტრამპი არ ელაპარაკება. რუბიოს თხოვენ რომ დაელაპარაკონ ამ კაია კალას და ვიღაცებს და რუბიო იმასაც არ პასუხობს, რომ საერთოდ აპირებს თუ არა ურთიერთობას, ზუმშიც კი არ ჩაერთო. ანუ შესაბამისად
სხვა სამყარო დადგა, სხვა ქვეყანა მაოცებს მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელმაც ჯერ ხო უკრაინაში უნდა გაგზავნა ჯარის და ახლა გრენლანდიაში აგზავნის ჯარს. აჰა. ხო, ნუ რა ვიცი, შამპანურზე რო დაუწესეთ 25%-იან ტარიფს, მე ალბათ აღარ გააგზავნა. ნუ მოკლედ სამყარო არის ესეთი როგორიც და ჩვენ ეს ბრძოლა რა თქმა უნდა არ არის მარტივი, მაგრამ ძალიან მიხარია და დიდი მადლობა საქართველოს გარანტირება არ არის მარტივი. ესეთ ნაბიჯებს დგავს. არ არის მარტივი, მაგრამ გარანტირებულად მოვიგებთ, იმიტომ რომ პირველი, იმიტომ რომ მართლები ვართ, ცამდე მართლები ვართ. არ შეიძლება 309 და 308 და 300 პარლამენტარი წერდეს, რომ კეზერაშვილი არის მედია პერსონა და დევნილი და ასე შემდეგ. არ შეიძლება რომ ამდენივე პარლამენტარი ამბობდეს, რომ პოლიტპატიმარია მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ სააკაშვილის გამოშვებაზე დგას დემოკრატია და ასე შემდეგ. არ შეიძლება შავზე თეთრს წერდნენ და არ შეიძლება ჩვენი არჩევნები, რომლებიც იყო სრულად ლეგიტიმური, სრულად ეს აღიარა ყველა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ, არ შეიძლება რომ ამაზე თქვა, ესე იგი შავზე თეთრი და აქედან გამომდინარე, რადგან სიმართლე ჩვენ მხარეზეა, რადგან სრულიად დაუმსახურებლად არ მოგვცეს სტატუსი მაშინ და მისცეს მოლდოვას და მისცეს უკრაინას, სადაც ყველა პარამეტრებით, აი რამდენი პუნქტი რაც იყო, გინდა მსოფლიო ბანკის ინდიკატორებით და გინდა სხვა დათვლითი ორგანიზაციების ინდიკატორებით, ყველაფერში უჯრედობდით, იქნებოდა ეს სასამართლო თავისუფალი გამოხატვის თავისუფლება, ცენზურა, ასე შემდეგ და ასე კორუფცია და გამჭვირვალეობა და ყველა პარამეტრში უჯრედობდით, ნუ უკრაინას რა თქმა უნდა და მოლდოვას ჯობდით და უჯობდით. აქედან გამომდინარე არ შეიძლება ესე შანტაჟის ენით შავზე თეთრი ხო, ანუ შავზე თეთრი დააჯერო ადამიანს და უთხრა არ გამოვა თან მეორე მხრივ ედგე იმ ძალას გვერდით, რომელსაც ხალხი ყავს გაუპატიურებული აქ. ხოლო არჩევნების ლეგიტიმურობაზე რო კიდე საუბრობთ, ცოტა ტრაგიკომედიური ჟანრია. რაიმე მტკიცებულება რო არსებობდეს არჩევნების მასშტაბური გაყალბების, რასაც გვედავებიან. ამდენი ხნის მანძილზე რაღაც მტკიცებულებას ვინმე საიდანვე მოგვაწყვიტა, ხო? რაიმე მტკიცებულება რო არსებობდეს, კი, რაიმე მტკიცებულება რო არსებობდეს ჩვენი ხელისუფლების რუსეთთან კავშირის. როგორმე ამ მტკიცებულებასაც რომელიმე ჩვენი დაუძინებელი მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურები როგორღაც გამოაძვრენდნენ და ბიძინა ივანიშვილს რომ ამდენი ხანი ედავებიან რომ პუტინის დავალებას ასრულებს რაღაცა. თუ მტკიცებულება. აი დაჟეხუც თუ გავხსნო რა იყო მცდელობა თქვა, მცდელობაც კი იმდენად აბსურდული იყო, რომ რაღაცაში დაედანაშაულებინათ. ისე რომ ფაქტი მოეყო. მაბატია შეგაწყვეტილებ, ეს არის ხელწერა. როდესაც რუმინეთში პირველ ტურზე გამარჯვებულ ადამიანს სულად აბსურდული ბრალდება წარუდგინეს, რომ რუსული ტიპები TikTok-ში გეხმარებოდნენ. ერთი სტილია უკვე ეს. არანაირი მტკიცებულებები უკვე აღარ არის საჭირო. ხო, მაგალითად ტრამპის პირველ არჩევნებზე ხო იგი იყო, რომ ტრამპმა გაიმარჯვა რუსული ჩარებით. ნუ ეხლა ვეღარ გაბედეს, ეხლა ტრამპი სხვა დუხით არის და სხვა განწყობით და სხვა ერთი ადგილით არის მოსული და შესაბამისად ეხლა ვეღარ ბედავენ იმაზე რომ თქვა, რომ რუსებმა აირჩიეს ისევ ტრამპიო. მაგრამ ჩვენ უყურე ჩვენ გვიბედავენ ისევ რა. მაგალითად ის რომ ჩვენ პასიდან გამოვედით ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც სუვერენობის გამტკიცების მხრივ, ისე იმის მხრივ, სახელმწიფომ არა როგორც ქედმოხრილმა და კუთხეში დადექი დასასჯელად რომ გაგიშვებენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ბავშვმა დატუქსულად მიიღოს ყველაფერი, რასაც ევროპელი უფროსი ბიძები გეუბნებიან, არამედ საკუთარ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა შესთავაზოს. პრაქტიკულად ჩვენ ვიყავით პროექტს უკაღალდი ერთ ადგილას გაიკეთეთ. კი ბატონო, კი დავსწორებ იმაზე ლაპარაკი, ანუ განვიხილავთ, ეს არ არის სწორი და დავა კი არ დაუწყოთ. იმდენად აბსურდული ბრალდებები იყო, რომ უთხარ მთაწმინდაზე ავიდნენ და გამოიქონეს. მოდი გავუშვათ მაკაჩიხლაძე, ვერ გავუშვით გუშინ. მაკაჩიხლაძე არის ადამიანი, რომელიც ბევრ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში მონაწილეობს და ავთო ცინცაძეს ნაბიჯვაროს ეძახის აგერს შეგვიძლია გავუშვით.
იმედი დაგელობიდეს, მოიება დაგელობიდეს და ვნახოთ რა ვაყარებ მაგთველზე. აი შეიძლება ესე ეძახეთ ნაკუთარი კიდე ვიღაცა რა ვიცი უარესიც ეძახეთ. უბრალოდ ხარ შეიძლება თქვენ როგორც თქვენიც ადამიანები ჟურნალისტი ვარ, უკაცრავად. ტელეფონი გადაგა. მე თანამშრომელი ვარ, სხვანაირად ვარ დაამონტაჟოთ რომ არა, ამ ქალს მაგარი არეული აქვს, ესე იგი, მთელი ცნებები, მორღვეული აქვს. ჯერ ნაბიჯვაროს არა, ჯერ ნაბიჯვაროს ვიყენებოდა შენ რა გინდაო მაგას და მე აქეთ ეუნება ადამიან რომელთა იდეოლოგიას აგებული არის გადაღებაზე, როჭა მიცვალებული რო ყავს სახში, რა ვიცი, ყველა შუარი წერია. ყველა არასწორ დროს იღებენ, სადაც კი არ შეიძლება. მხოლოდ არასწორ. მხოლოდ არასწორ დროს და გაუკვირდა, ან ვაფშე მე მას კითხვის გასმის უფლება ვინმესა ამ სამსახურში მუშაობს ესე იგი ამ ინტელექტუალურ ბანკროტს ამ შლეგიანს ამ ნოდარ მელაძის ქვეშ რომ მუშაობ უკვე საკმარისი მარტომა გადაღებული არის იმისთვის რომ აღარ გამოგეყოფოდეს არსად თავი, მაგრამ უფრო მაგარი გითხრათ. ევროკავშირის პრიზზე ჟურნალისტიკაში არის ნომინირებული მაკაჩიკლაძე. აი იმ ევროკავშირის და იმ ანუ ჟურნალისტი, რომელიც რესპონდენტს, საკრებულოში არჩეულ დეპუტატს ეძახის ნაბიჯვარს, ანუ ეს ქალი და მისი ჟურნალისტური საქმიანობა გვერდზევდებ ყველაფერი, რაც მანამდე უკეთებია. ნოდარ მელაძის შავი სამუშაოს შემსრულებელი არის წარდგენილი საუკეთესო როგორც წლის მაგან უნდა მოიგოს. აბა ხა ვინმე ნორმალურმა რომ მოიგოს, მე გამესწრება. რასაკვირველია. ეხლა კიდევ ერთი ამბავი ევროპის მოსურნეების სტილი პოლიციასთან ურთიერთობის. ეხლა უშვებ აქედან. ადამიანები, რატო არ აკეთებთ რეაგირება? ჩვენ გვარდეს თემა. არა, ბატონო არა დო. უზრდელი ხარ. ანუ იგინები და უზრდელი ხარ. უზრდელი ხარ. გასაგებია. ხო, ნუ ვაუ, ესეთი წყევლანარევი გინება და ისეთი ისტერიული თვად გინება არის ხო? არის ესეთი. ეს იყო წყევლა, კვაზი წყევლა, კვაზი გინება. ქალები ნერვული სრივ როგორ. აშლობის ბიჭო, კი, როგორ სატირა. ხო. მე მინდა უთხრა ამას. ეს რა იყო? თუ გონიათ რომ ჯერ ხო გუშინ შევთავაზოთ, ჩამოყალიბდა ავტოკრატია, რაღაცა დიქტატურა, ტირანია. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურ ბრძოლას სჭირდება ნერვები. ასეთი ნერვებით რა დღეში გაქვს ნერვებით ეხლა? ხო, ანუ არა ბიჭო, ძიმესაყურებელია, რეალურად ძიმესაყურებელია, როცა შეუძლია ქალს აი პოლიტიკურად დეგრადირების შეუძლია არაფერი არ შეუძლია. არა, სხვადასხვა უკეთეს. პოლიტიკური დეგრადირებისგან, როცა შეუძლია კამერის წინ, ყველა სამართალდამცავ ურთიერთობას რაღაცას თავიდან, კამერის წინ ამ შვილებს დაუტოვოს აი ეს ვიდეო, საკუთარი ეს იმიჯი რო დაუტოვოს, აი ამ დონემდე მივიდეს. ბიჭო, იქ რაღაცა მენტალურ გადაგვარებასთან გვაქვს რა საქმე რა. რაღაცა მართლა ჩვენ უკვე უნდა გავიდეთ პოლიტიკური ანალიზის მიღება, სოციალური ანალიზის მიღება და ჩისტა არ ვაგვჭირდება რაღაცა კონსილიუმი ფსიქიატრების და ფსიქოლოგების. ანუ სუჟეტ ფსიქოანალიზი არის მარტო. მე მგონი რომ ეხა პარლამენტში ხო იქნება ნაცების დანაშაულის შემსწავლელი კომისია. იქვე უნდა ჩამოყალიბდეს სამედიცინო კომისია, რომელიც მიმდინარე პროტესტის ლიდერებს შეისწავლის. ნანუკა ჟორჟოლიანი გაუშვით თუ შეიძლება. ზიას პრობლემა არ აქვს მხოლოდ ამ ხელისუფლებას ყოველთვის. ზია იყო ჟურნალისტი, რომელიც იყო სიმართლის მხარეს, რომელიც ოპოზიციური სიტყვა არ მომწონს. არა, იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო როგორც ჟურნალისტი, მისი ყველა სტანდარტის გათვალისწინებით, მაგრამ მედიის წნეხისთვის არ გაუძლია არც ერთ ხელისუფლებას და ვერც გაუძლებს ვერც ეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, ჩვენ მისი კოლეგები. მედიის წნეხის ერთ-ერთი ხელისუფლებაზე მედიის წნეხის ერთ-ერთი შემოქმედის უყურებთ. ანუ ძალიან პრესავდა და იცის რა ვერ გაუძლია ყველა არხი მაშინ რა რა ვერ გაუძლია მაშინდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი მაშინდელი რუსთავიორი მაშინდელი იმედი წართმეული გადაუარეს დედა უტირეს მაშინდელი საზმაო რა გინდა მაშინდელი სამოთხის ვაშლები ძალიან მაგარი პოლიტიკური სოციალურ-პოლიტიკური განაცემა იყო პოლიტიკური და ის სანაია ხო მუშაობდა ძალიან სერიოზულად შვედეთის
რაღაცაზე გეტოებში რა ხდებოდა იმაზე საუბრობდა თუ რაღაც ეგ სერიოზული თემაა. არა, რაღაცა შვედეთის გეტოებში კი არა, მაშინ ფუტკრის გადაშენება. რაღაცა ჯადოზე ლაპარაკობდა მოგვიყვება. ბანანის ახალი ჯიში. რაღაც ეგეთ ძალიან ლაპარაკობდა რა შვედეთის ევროკავშირის დაფინანსებული. და ნინო ზაუტაშვილი დღეს რო ის არის, აი სოციალური ის მდგომარეობა და პოლიტიკაში რა ხდება საფოთხის ვაშლებში. ძალიან კარგია. ანუ ნანუკა ჟოჟულიანი ლეგიტიმური მოსაუბრეა. ციხის კადრების დროს 60-ის ვაშლებში იჯდნენ და ბაზრობდნენ რა კარგი არის თბილისში მიშას პერიოდში ცხოვრობდნენ. სასწაულად ლეგიტიმური. რა ერქო პოლიცაბჭო თუ იქაურ ბორდი რა, საზმაოს ბორდში ისეჯდა გიგა ნასარიძე. და გია ჭანტურია მართავდა. გია ჭანტურია მართავდა, კაი რა. ნუ ასიკო მაღლაფერის ზედავები ესაა. ილვა გრიგოლია ხო, ძალიან გამორჩეული. ძალიან საინტერესო ადამიანია და ძალიან გამორჩეული. ილვა გრიგოლია თეორეტიკოსი ქვეშა გადასასვლელებში სისტემასთან მებრძოლია. გაჩენილი ახალი წარწერები ნახეთ, ნაცფაშისტალი ლიბერალების. გვაქვს რამე მსგავსი რო გავუშვათ, მაგრამ ნუ გასაგებია ეს ყველაფერი. წარწერები გაჩნდა, გული ნახე? კი, ვნახე. მოკალი ქოცი. კი, ვნახე. კარგი, მოდი მე რა სიტყვი. ხო და სადღაც ვიღაცა გადაინაცება მაგის. არა, არაფერი არ ძალიან მარტივი რამე. ჩვენ არა უნდა ამოიღონ ჩანაწერები. ვინ გააკეთა? აუცილებლად. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. თან ამ პირობებში ეხლა რაც ხდება ქვეყანაში, პოლარიზაციის ასეთი მაღალი დონე რო არის, როდესაც ეს ვითომ რაღაცა ჭარბი რეალობაა შემოგდებულიო, ვითომ არსებობს საყოველთაო გაფიცვა და არსებობს ესეთი საყოველთაო უკმაყოფილება, მით უმეტეს ამ პირობებში მართლა უნდა ამოიღონ კადრები და უნდა იცოდეს საზოგადოებამ ვინ ესე იგი უსურვებს ესე იგი 1.200.000 კაცს სიკვდილს, ხო? და ვინ მოუწოდებს ამის ეს არის პირდაპირ მოწოდება. მოდი გახარია გავუშვათ რა. დაგვიხსნა ომისგან, რა ომისგან დაგვიხსნა. აგერ პირდაპირ რუსთაველზე მოგვიწყო ქართველებს ომი, ხო? და აი ამ პირობებში უნდა გვესმოდეს, რომ შენ როდესაც ქვეყნის იზოლაციას უწყობ ხელს. ეს იზოლაცია ეკონომიკურიც იქნება და ამიტომ მეორე ფასზე რომ საუბრობთ, სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო. დავიცოთ ხო გახარიას გარჩევა. თითობის მასშტაბით. რუსთაველზე მოგვიწყო ომი. ხო, ამას მოუწყო ომი. ოღონდ ეს კაცია, რომელიც ამათივე, ანუ პროტესტანტების მიერ ხილებულია დათვის ტყუების სროლაში, თვალების თხრაში და ასე შემდეგ. ეს არის ის ადამიანი. ნუ აგონიაში არის მართლა ჩემი აზრით. უბრალოდ არანაირი ფორმულირება არის მოტივირება ხო და ხო შესაბამისად მოდი ვთქვათ მოღალატე ადამიანი ეს მისი მორალური მხარეა უბრალოდ დებილიც არის რა ანუ ომი მოგვიწყო ადამიანი ამბობს რომელსაც ჯერ დომოკლეს מחილი და აწევს აი ეს ოპერაცია არასწორი ოპერაცია დაშლის დარბევს რა ოპერაცია წმინდა იანვარი აი წმინდა იანვარი იყოს მეტა რა ანუ არა ნუ ეს განსაკუთრებული ქიქაბერია რა ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს მამუკა ხაზარაძე სხვა შორის აღშფოთებულია მთელი ლიბერალური ბაბლი მამუკა ხაზარაძე ჩაერთო ამერიკიდან და თქვა რომ მე ოქ ბიზნესებს ლობირებო რომ არ დაასანქციონო და ამაზე მთელმა ლიბერდებულურმა ტუსოკამ ატეხა ამბავი როგორ გაბედეო და ნუ ის ეხა ხო ხტები რა ინსტინქტი აქვს რა რა სხვა ამბავია მამუკა ხაზარაძე მე მოიტყვა უნდა დავიწყოთ მაქედან მამუკა ხაზარაძე არანაირი პოლიტიკური წონა არ აქვს იმისი საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეებში ვიღაცების ბიზნესები დაიცვას საქართველოში არა ისინი რაზე უტრაკებდნენ რატომ მოიტყუა ეგეთი რამე არა ეგენი უტრაკებდნენ იმაზე რომ შენ როგორ იცავო შენ ნათქვამზე ვარი და ვინმე მართლა სასაქციელოს უპირებდნენ და არ დაასაქციო ანუ ტიპმა შექმნა რაღაცა ტყუილი და ამ ტყუილზე და რაღაც ლუზორზე და შეეძებაზე ეჭხუბებენ რატო ქენიო რაც არ უქნია ალა ბიჭო კაია ნეტას უეჭხუბებში უბრალოდ ხაზარაძე ზუსტად არ ესმის ჯენზი სადახარ როყირო და გახსოვს და ზოგადად არ ესმის იმ მეპროტესტების შინაგანი ანატომია მეც არ მესმის რა თქმა უნდა მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ბიზნესების დაცვა არ არის მოწონებული მისი მხრიდან კი ბატონო მოდი გავუშვათ ესე იგი ხაზარაძე და კიდე რა სისულიერად თქვა იმას მოვუშვათ ეს ყველაფერი ინგა მივა იქამდე რომ ბიძინა ივანიშვილი წავა ხელისუფლებიდან აუცილებლად როგორც სერბეთის პრემიერი გადადგა მოულოდნელად ისე გადადგება
კობახიძე და აუცილებლად დაინიშნება ახალი არჩევნები. აი როგორ უნდა მივახციოთ ამას, მე შემიძლია ასე რა თქმა უნდა გითხრათ და გეტყვით აუცილებლად, მაგრამ ყველაზე მთავარი მინდა თქვათ, რომ ეს არის ჩვენი გასაკეთებელი საქმე. მე დავბრუნდი ახლა ხანს. მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რა მოხდა სერბეთში. სერბეთში შავა სანამ მაგას ახსნი. გეხვეწები ახსნი. არა, ერთ რაღაცას გეტყვი და არ შეიძლება დემაგოგია. და მაგას გეტყვი და მე თუ მოგინდება კიდე ახსენი. ამათ 12 წელია არ უმთავრდებათ მაგალითი რომელიმე ქვეყანა, რომ ყოველ ტყუილი მაგალითი. არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე ქვეყანაში, ეხა სოფლიოში რამდენი ქვეყანაც არის, კი, სადღაც ვიღაცა გადადგება. და ეს აქვთ ამოჩევა, მანამდე თუ გახსოვს მოლდოვა იყო. აი ოლიგარქი გაიქცა. მანამდე უკრაინა, სულ ექნებათ ეს ერთი ეგეთი ქვეყანა, სადაც აქტუალური ან ხალხია გაბრაზებული, ან რაღაცა პერიპეტიებია. ქართულმა ხალხმა ხო იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა უთხრა. სერბეთში მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია. დაინგრა, ჩამოინგრა სადგური და ძალიან ბევრი რამოდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა. არა, და ტრანსპორტის მინისტრი გადადგა კიდევ ერთი მინისტრი, მაგრამ ხალხმა არ მოისწრენა, ზოგადად კორუფციაში არის ხილებული, ამხილეს კორუფციაში პრემიერი და იზოლებული გახდა პრემიერი, წასულიყო. აირჩევენ ახალ პრემიერს და პრეზიდენტი, რომელიც განსაზღვრავს საგარეო კურსს, არის იგივე. სერბეთი არანაირად არ შეიძლება იყოს პროევროპული იმ კუთხით, რომ რუსეთს დაუპირისპირდეს. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? ეს არის უბრალოდ მაიმუნობა, მორიგი ხაზარაძის. მართალი ხარ შენ. რაღაცა მაგალითს მოიყვანენ, ოღონდ ამას რაღაცა პოლიტიკურ მადაგასკარზე რაღაცა მოხდა. როგორც მადაგასკარზე წავიდან, ხო, ისე არის აქედანაც. კარგი. ბერდიას იჭინავა, ვინ არის ეგა? მე მგონი გახარია არის. პაროდისტი რო არის, ხო? არა, მან ყველა პაროდისტი ახა ქემოკლიდზე იყო და მოდი გავუშვათ, აბა. ბერდია მე მგონი ის არის ისტერიკალურად. აბოლებენ ხალხს, რომ რაღაცა წავიდა ხე კობახიძე და 6 მილიარდი გამო ბიძინა ივანიშვილი ეხა წარმოგიდგენია თქვენ კობახიძე გაგზავნა და იქ ეხა არაბებმა კობახიძეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია ბოლი ხო აი ბოლი აბოლებენ ხალხს აი ძალიან ბოდიში ამ სიტყვის უფრო მეტი რომ გვეცოდინება ამ თემაზე ჩვეულებრივი მათხოვარები მე ვილაპარაკოთ მე დავიკითხე დღეს თქვენი თანაგუნდელის ეს ხო იცი ვინ არის არა ეს ხო იცი ვინ არის იმედის ჟურნალისტმა რო დაუშვა შეკითხვა რომ ჩვენ ამდენსკესი არსებობს არა იმედის ჟურნალისტი იყო გამოვაგდა და მაგრამ როგორ ვგელებ ეს მაგაზე მართლა სერიოზული შეკითხვა დაუშვა რაღაცა აი მაინტერესებს ამას კითხაში უნდა უყუროს ბოლს ხო ეძახდნენ გახარიას ცნობილი ფაქტია მე ბოლს დაუშვა პოლიტიკაში მოვიდა. ბოლი გაუშვი, როცა პოლიტიკაში მოვიდა სტუდიაში. გახარია მოვიწვიეთ მეთქი თქვი და უცებ და ბოლი ამოვიდა რა. არა, მე რა მაინტერესებს, რომ საიდან ის ბერდიას იჭინავამ, რომ ეს ბოლია. უბრალოდ ბოლმა უთხრა. ბოლმა უთხრა, რომ ეს ბოლია. თავის ბოლმა წადიხარ ბოლია. არა, ის კიდე დაახლოებით. ანუ ხოდა შენ წარმოიდგინა რომ ოფიციალურ სახელმწიფო შორის ოფიციალურ შეთანხმებაზე რომ გაერთიანებული არაბთა საერთაშორისო რომ არა ფაქტია ჩვენ რომ მაგ ტყუილში მოყვებიან რომ მოდი გავუსწოროთ არა ფაქტია რომ კომპანია რომელსაც აქ თავის აქტივში ჩაწერილი ესე იგი ბურჯ ხალიფა ანუ ყველაზე მაღალი ჩათამბჯენი მსოფლიოში დეველოპერული ხო ეს კომპანია შემოდის 6 მილიარდიანი ინვესტიციით და აბა რა მოხდა მაშინ კაი არა, აბა რა იყო? სხვათა შორის ვერ იტყვიან სულიაო და ამიტომ ურჩევნია თქვა რომ არ შემოდის. რა შემოდის არა ის. მიხვდი ანუ 6 მილიარდი დიდი თანხაა. ამას ძალიან ბევრი რაღაცა კონსპირაცია ქონდა, რაღაც სხვაში გავწვალეთო. არა. და რაში? ბოლიაო, რაში? ერთი თემა იყო რომ აქეთ ჩაატიალეს თავიანთი ფულიო რა. და ფულს თუ გარბიან ჩვენები და თუ მე აქ უკან რაღაცო დებენ ეკონომიკაში ხო? აი ხანდახან ხო უნდა გითხო თუ გარბიან მალავენ და ეშინიათ როგორც ის რო ამბობდა სურათები გააქვთ ვინ თქვა ეგა რომეო საჯაია რომეო საჯაი ეხლა ივანიშვილების საფრთხე გავარდა მიყვები და ისეთი გააკო საიკასაციო მანქანები და ეს უკანათო ჩაამბო 2016-ში და საკონსტიტუციო უბრალესობით მოიგეთ მაშინ კარგი აი პატა მანჯგალაძე არის დიდი სტრატეგია დაპატა მნიშვნელოვანია საგარეო წნეხი და ძალიან ბევრს მუშაობენ ჩვენი მეგობრები, პარტიების წარმომადგენლები იქ არიან ეხლაც. მაგრამ ჩვენი გასაკეთებელია აქ საქართველოში ჩვენ უნდა გავაკეთოთ
უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს პროტესტში და პროტესტი არ უნდა იყოს მარტო რუსთაველზე და მარტო ბათუმში, მთელი საქართველო უნდა. იმიტომ რომ თავისუფლება არის საყოველთაო სიკეთე, ყველა სარგებლობს და მისი დაცვა ყველა სვალი. ამიტომ მე ჩვენ მოქალაქეებს პროცესში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს შეტყული, იმიტომ რომ გამარჯვება აუცილებელია. და პოლიტიკოსები რა მაინტერესებს? შეიძლება ეს უხერხული კითხვა. არც ერთი მათგანი არ ჩანს არც ერთ აქციაზე. არც ერთი მათგანი. ხო. მას მერე რაც პოლიციამ პოლიტიკური პარტიების და მასთან აფილირებული NGO-ების სარდაფებიდან ამოიღო დიდძალი ფეირვერკები, ფეირვერკების როლაც გაჩერდა. არც ერთი მათგანი არ არის საერთოდ. ეს არის აპარტიული პროტესტი, რა ძმაო, ხატია დეკანოიძე კი უდგენს დღის წესრიგს და ლუკა ჟორჟოლიანი კი აძლევს ფულს, მაგრამ აპარტიული პროტესტია, ძმაო, ვაფშე არ აქვს პარტიული არჩენენ, მაგითო არის აპარტიული. თორე არა, არა, უყურე, მან ხო ეგა, ამდენი ხანია, რამდენი ორ თვე ხო არის აქციები მიდის? კი, არა. თუ არა ჯერ. ორ თვემდე ხო არის. ნუ გაი ერთი ორი თვეა. ამ პერიოდის მანძილზე რამდენჯერ დაიცადა ლიდერის ვაკანტური ადგილი. ან რამდენი კასტინგი გააკეთეს ლიდერზე, რომ ვიღაცა გამოეყვანათ, ხო? ნუ იყო მცდელობა ეს ყოფილიყო მსახიობი, იყო მცდელობა ეს ყოფილიყო ჟურნალისტი. დოიმდე მივედი. იყო მცდელობა ეს ყოფილიყო დოი, მაგრამ დოიმ ისეთი გეგმა გააზრო, რა ვიცი, ხა ის მიმირო არ ველოსიპედში თვითონ რო ბორბალში ციხრის რო გადმოვარდება და მე რო ტირზე სხვას რო აბრალებს. ეგეთი რაღაც გააკეთა. აჭარაში. ესენი არიან რეალურად ამ ნუ ჯერ არ ვიცი მაგას ვინ ჭამს რომ ეს აპარტიულია, მაგრამ ამ ცრუ ლიდერის ძიებაში, რომ ვიღაცა გახდეს სახე მთელი ამ პროტესტების და თქვა, რომ აი ეს მიგვიძღვის ჩვენ წინ, ესაა ჩვენი რაღაც მორალი, ესაა ჩვენი modus vivendi, აი ეს არის ჩვენ რასაც წარმოვადგენთ და რა მომავალიც გვინდა. აი ამ ადამიანზე და მის ნაირებზე დგას ეს ყველაფერი. ამ მომენტისთვის მე მგონი ვცდილობენ, რომ ეს იყოს მზია ამაღლობელი. ესეთი ადამიანი. უბრალოდ ნუ რასაკვირველია ყოველ მათგანი ესენი ყოველთვის იწყებდნენ, რომ ჩვენ გვინდა საკრალური მსხვერპლიო. ეს ამბობდნენ არა, მაგრამ გეგმა არის ეს რა. და ეხლა გონიათ რომ აი მიაკვლიეს ადამიანს, რომელიც ჯანმრთელობა შეიძლება იყოს საფრთხეში და პენდენციური სისტემა არ გვეუბნება ამას, ესე იგი არ არის და ამ ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე უნდათ რაღაც ქულების ჩაწერა. ძალიან მარტივი გეგმა, რომ არ გამოუვიდათ პროვოკაციის მოწყობა და ეხლა ეს არის მათთვის რაღაცა მორალური ეგრეთ წოდებული ავტორიტეტი, რომლის მსხვერპლად შეწირვისას მეტ დუღილს გამოიწვევენ. აი ეს არის და ეს აქედან განპირობებული რომ ზიამაღლობას ახსენებს ის გიჟი, რო არის, რა ქვია, ამერიკაში ის ევრო ვიღაცა ტიპები რა. მაგიტო ყიდიან ახლა მთავარ ამასობაში სამყარო რადიკალურად იწვება. ევროპას ამისთვის კი არ უნდა ეცადოს რომ ჩვენ რაღაცები გვითხრას. ევროპა უნდა ჩამოყალიბდეს ტრამპს, რას ეუბნება, რას თავაზობს. აგერ გამოვიდა შოლცი და მასკს დააკუკა თავზე რომ ჩვენ ქვეყანაში შიდა საქმეებში ერევა. რას ნიშნავს და ის რო ერევა ჩვენ შიდა საქმეებში და მაგის როც რო დააათრევს საპროტესტო აქციებზე და ეგ რა არის? ანა ნუ ეხლა მაგათი ორმაგი სტანდარტი მაგათი ელჩირამდესაც ბედავს კი ბატონო. შესაბამისად ჩვენ კარგი პატარა ქვეყანა ვართ და შეუძლიათ თურმე პასუხებსაც კარგად ვიძლევით. თიამ კარგად გააკეთოთ. წარმოთქვა კარგად, მაგრამ კაი დაუშვათ ჩვენზე დიდი გული აქვს. მათი მთავარი პრობლემა ეს არის ეკონომიკური კრიზისი. ძალიან დიდი, რომელიც გერმანული მანქანა ეკონომიკური გაფუჭდა, საფრანგეთში არც იყო ეს მანქანა, დანარჩენი ქვეყნები შეყურებენ ამათ, ხო? ესე ვთქვათ რა. და მაგათი მთავარი პრობლემა არის როგორ დაალაგებენ ურთიერთობას ტრამპს. როგორ ჩანს ტრამპს უნდა რომ რატო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნოს, როცა ისინი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს გადაიხდიან. გერმანია ვერ გადაიხდის ამ 5%-ს. პირდაპირ ვამბობ, კაცო, თვითონ გერმანელები ამბობენ რომ 5%-ს კი არა, 200-ს ვერ გადაიხდიან რა. ხო, ტრამპის რეალურად რას ჩალიჩობს რა, რომ ის რომ მე თქვენზე ძლიერი ვარ და თქვენ ყველას გჭირდებით ცხადიას ეუბნება ერთს, უბრალოდ აქიბატოს იმისთვის რომ მე თქვენთან ერთად ვიყო, თქვენ ზუსტად თანაზიარი უნდა იყოთ ყველა იმ გაწეული ხარჯი იქნება ეს ადამიანური თუ ფინანსური, რომელსაც გაწევს ჩემი ადმინისტრაცია. და მაგაში უკვე ალბათ ერხევათ. იმიტომ რომ რეალურად ხედავენ რომ ეგ ღირებულება რაც მოუწევთ რომ გადაიხადოთ არ უღერთ რომ გადაიხადოთ. ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ევროპის როგორც ევროკავშირის მომავალი. ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დგას. ეს ყოველდღე
გაცნობით უფრო მეტი კითხვა გაჩნდება, რომელზეც პასუხი არ არის. აი სალომე სამარდაშვილი გავუშვით. ეგ მოგცემს პასუხს. თუმცა თქვენ რჩებით ასამბლეის წევრებად და რა თქმა უნდა თქვენ იქნებით იქ წარმოდგენილი ხო ასეა მე ხო არ ვწდები ჩვენ არა მე მინდა განვარტყო რომ არ იყოს რაიმე გაუგებრობა ჩვენ პარლამენტის წევრების რანგში არ ვართ ჩამოსული ჩვენ ვართ აქ ჩამოსული როგორც ოპოზიციის ანუ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ანუ ჩვენ ეხლა ამ ეტაპზე დელეგატების აკრედიტაცია არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ უარი ვთქვით მანდატებზე, მაგრამ საქართველოს თუ მიდის ბელარუსიზაციის გზით, მაშინ რა თქმა უნდა დაიწყოს საუბარი იმაზე, აქ მათ შორის ამ ასამბლეაში ვინ წარმოადგენს ქართული ხალხის. მადლობა სალომე ჩვენ ხო ნუ ამ მომჟებად იქნება ჩასმითხარი ერთი წამი. ხო ჯერ ვერ გაიგეს. გუშინ მქონდა წელი საუბარი ამაზე რომ არ ჩამოყალიბებულად. კარგით მეგობრებო. მე დღევანდელ დღეს მივესალმები ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის რომ ანგარიში გაგვიწიონ რომ ჩვენ არ დავგვემდაბარებით შანტაჟს რომ არჩევნები არ არის ხელახლა შესაძლებელი კიდევ ერთ კეთვით ეხლა იქნება ადგილობრივი არჩევნები მეგობრებო არ მიიღებენ ესენი მონაწილეობას ძალიან კაი სიზავე თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ეგ ძალიან კარგი იქნება რეალურად ჩვენ ეხლა უყურებთ ბოლო 2 წლის განმავლობაში და ეხლა ძალიან დაჩქარდა ეგ პროცესი ისეთი საქართველოს ფუნდამენტის დამოკიდების პერიოდში ფუნდამენტის ჩაყრას რომელსაც უახლოეს წლეულებში შეიძლება როგორც თანასწორუფლებიანი ისე ელაპარაკოს ნებისმიერ ევროპულ დასავლურ ევროპულ ქვეყანას და ეგ არის ალბათ ყველაზე მაგარი რასაც შეიძლება ყველა ქვეყანას რომელიც ხო ევროსტრუქტურები და ევროპა, მაშინ მე ესე ვიტყვი, ევროსტრუქტურები და ევროპა სულ უფრო და უფრო შორდება ერთმანეთს. და ამაში სხვაჩვენს ტრამპს ძალიან დიდი როლი მიუძღვის, იმიტომ რომ დიდი ეჭვი მაქვს, რომ სერიოზულად არ აღიქავს ევროსტრუქტურებს. ტრამპის 4 წელში კიდე ბევრი რაღაც მოხდება. და მე ვინ იქნება კიდე ჩორტივას. დიდი მადლობა მეგობრებო იმისთვის, რომ გვესტუმრეთ ჩვენს არხზე. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს ხვალ. კარგად. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.